თუ მადლობა. 18 ოქტომბერს ვიწყებთ ფესტივალის მეორე ნაწილს. როგორც იცით, თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს დავიწყეთ სექტემბერში, უკვე ჩატარებულია ციკლი კონცერტებისა. ეხლა ოქტომბერში ყველას ვიწვევთ დასკვნით ნაწილზე, რომელიც ძირითადად არის კამერული მუსიკის რეპერტუარით შედგენილი და ფინალური დაახურვის კონცერტი იქნება სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ფესტივალის მეორე ნაწილში 19 ოქტომბერს იქნება წიგნის პრეზენტაცია. წიგნი ელისოვის სალაძეზე, რომელშიც შესულია ძირითადად მის მიერ მიცემული ინტერვიუები, მისი აზრები, გამონათქვამები მასზე, სხვადასხვა ქვეყნის მართლაც როცა დიდი მუსიკოსების მხრიდან და მინდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი შეადგინა ქალბატონმა მანანა ახმეტელმა. კავკასიის ონლაინი წელსაც არის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მისია არ არის მხოლოდ ჩვენი სერვისების მიწოდება მომხმარებლებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამდვილი ღირებულებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში და სწორედ ამიტომ კავკასიის ონლაინი უზრუნველყოფს წელსაც სამივე საფესტივალო საღამოს პირდაპირ ტრანსლირებას ინტერნეტში.